2 საათზე ნაკლები რჩება გორში ახალი თეატრის მანიფესტამდე მსახიობებს ქალაქში 7 საათზე ელოდებიან მანამდე საპროტესტო მანიფესტი ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისსა და ოზურგეთში შედგა. ამ ფორმით დაზის წევრები სოლიდარობას უცხადებენ რეჟიმის პატიმრებს და მათ გათავისუფლებას მოითხოვენ. ლადო ბიჭაშვილი დეტალებით. გავაგონოთ ხმა ანდროჭიჩინაძეს თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს ახალი თეატრის საპროტესტო მანიფესტი გორში დასვენებისა და კულტურის ცენტრალურ პარკში 19 საათზე დაიწყება. აქ სამზადისი უკვე დასრულებულია, სცენა გამართულია შესაბამისი აპარატურით და ელოდებიან უკვე ახალი თეატრის დასის წარმომადგენლებს, რომლებიც ჩამოვლენ უკვე წუთი-წუთზე და როგორც გითხარით 19 საათზე დაიწყება საპროტესტო მანიფესტით. ამ საპროტესტო მანიფესტით ახალი თეატრის დასმა უკვე მოიარა ზუგდიდი, ქუთაისი, ბათუმი და დღეს სწორედ გორის შედგება. ადგილობრივ მოსახლეობას გავესაუბრეთ ჩვენ, ისინი მზადყოფნას გამოთქვამენ, რომ ღონისძიებას დაესწრონ და ასევე უერთდებიან ახალი თეატრის საპროტესტო მანიფესტს. დღეს გორში 19 საათზე გორის ცენტრალურ პარკში გაიმართება თეატრის მანიფესტი. დღეს ჩვენი ქალაქი უერთდება ვასო აბაშიძის სახელობის თეატრის წამოწყებულ მანიფესტს და დღეს ქალაქ გორში გაიმართება პერფორმანსი და ქალაქ გორელები, ქალაქ გორში მცხოვრები ადამიანები უერთდებიან ამ მანიფესტს და ველოდებით დაწყებას. რა თქმა უნდა, პროტესტი გორში ყოველდღიურად გრძელდება და ეს მთავარი მოთხოვნები ამ მანიფესტს გაჟღერდება და გორი უერთდება საქართველოს ევროპულ მომავალს. თითოეული ჩვენგანის მოთხოვნაა, რომ გათავისუფლდეს ყველა პოლიტპატიმარი, ეს არის აუცილებელი პირობა, დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები და რათა ჩვენ ერთად უნდა შევიდეთ ევროკავშირში. ეს არის ჩვენი სახელმწიფოებრივი მიზანი, ეს არის აუცილებელი ჩვენთვის. თითოეული ნაბიჯი ეს მსახიობებისგან იქნება გადადგმული თუ იქნება სხვა სამოქალაქო პირებისგან ემსახურება, რომ დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები და გათავისუფლდეს საქართველო არალეგიტიმური ხელისუფლებისაგან. ვასო აბაშიძის სახელობის ახალმა თეატრმა მას შემდეგ მიიღო კაფისთვის გადაწყვეტილება, რაც მათი მსახიობი ანდროჭიჩინაძე საპროტესტო აქციებზე მონაწილეობის გამო დააკავეს. ის ერთ-ერთია რეჟიმის ტყვეებს შორის. ახალი თეატრალური დასი კი საპროტესტო გაფიცვასთან ერთად საპროტესტო მანიფესტებს აგრძელებს საქართველოს რეგიონებში.